ვფიქრობ, ჩვენ არასწორ შეკითხვას ვსვამთ. შეკითხვა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დასვას, არის ის, თუ რატომ ვაფინანსებთ ამ ყველაფერს? რატომ მიდის ჩემი გადახდილი გადასახადები ისრაელთან? დღევანდელი მონაცემებით 30 მილიარდი დოლარით დავეხმარეთ ისრაელს. ამ თანხით მათ 2000 ბომბი და F-35-ები იყიდეს, რათა პალესტინა გაენადგურებინათ. ვკითხეთ თქვენს თავს, რატომ მიდის თქვენი გადახდილი გადასახადები ბრიტანეთის მთავრობიდან ისრაელში? თუ ისრაელს სურს საკუთარი თავი დაიცვას, მათ ეს დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ და არა ჩემი ფულით. ისრაელი ეს არის ქვეყანა, რომელიც ამაყობს იმით, რომ მისი ლობისტური საქმიანობის შედეგად ამერიკელი პოლიტიკოსები ჰყავთ მოსყიდული. AIPAC-ის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ კონგრესმენთა 80%-ზე მეტს უხდიან ისინი ფულს. ერთი პოლიტიკოსიც რომ იყოს დაფინანსებული ევროკავშირში, ამერიკაში ან დიდ ბრიტანეთში რუსეთის მიერ, მედია ამას მთელი 6 თვის განმავლობაში გააშუქებდა, როგორც უცხო ქვეყნის მიერ დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას. თუმცა, როდესაც ამას ისრაელი აკეთებს, სრული სიჩუმეა. ჭრიჭინების ხმაც კი ისმის ამ დროს. მე ამ თემაზე ბევრჯერ მისაუბრეა, თუმცა ყოველთვის ცდილობთ მას თავი აარიდოთ. დაფიქრდით, რატომ უნდა წავიდეს კაროლინის შტატში მომხდარი ქარიშხლისარეაბილიტაციო ხარჯები ისრაელის დასახმარებლად. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, თუ რა ურთიერთობა აქვთ ისრაელს და ამერიკას. ეს ცალსახად ყველაზე ჩახლართული სიტუაციაა, რაც კი ოდესმე მინახავს. ჩვენ თითქოს მსოფლიოში ყველაზე საცოდავი მზრუნველი მამიკო ვართ. ჩვენ მათ მილიარდობით დოლარს ვაძლევთ, რათა შემდეგ ყოველ ნაბიჯზე დაგვამცირონ და თავზე გადაგვაბიჯონ. როგორც ეს მისტერ ჯონათანმა აღნიშნა, ჩვენ მათ 30 მილიარდ დოლარს ვაძლევთ ბავშვების დასაბომბად და ესეც არ არის მათთვის საკმარისი. ამერიკას საჯარო დამცირებენ და ამას ისინი საგარეო პოლიტიკას უწოდებენ. ამერიკელები საკუთარი ქვეყნის სტუდენტებს ამერიკის მიწაზე აკავებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისრაელის ომის დანაშაულებს აპროტესტებენ. რა ჯანდაბა ხდება საერთოდ? კიდევ ერთი რამ, რასაც ამერიკის შესახებ ჭკუიდან გადავყავარ, ის არის, რომ მემარჯვენეები და მემარცხენეები ერთმანეთს დაუნდობლად ებრძვიან იარაღის ტარების უფლებაზე, განათლების საკითხებზე, უმცირესობათა უფლებებზე, ჯანდაცვაზე და კიდევ სხვა მრავალ საკითხზე. თუმცა, როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ყველა ამერიკელი პოლიტიკოსი ეჯიბრება იმაში, თუ რომელი მათგანი გახდება ისრაელის ფავორიტი ძუგნა. რესპუბლიკელებს ძულთ დახმარების გაწევა, ვიდრე საქმე ისრაელს ეხება. დემოკრატები ყოველთვის ცდილობენ ადამიანის უფლებები დაიცვან, თუმცა ეს პალესტინელებზე არ ვრცელდება. ეს უბრალოდ ილუზორული, მცდარი წარმოდგენების მქონე ქვეყანაა, ისევე როგორც თქვენ და მათი მოქალაქეები. დღეს აქ იმის გამო მოვედი, რომ მომესმინა, თუ როგორ შეუძლია ადამიანს სულ მცირედი სირცხვილის გრძნობის გარეშეც ამბობდეს უამრავ ტყუილს. ეს ადამიანი თითქოს კომპიუტერული თამაშის პერსონაჟია. ის ნებისმიერ შეკითხვას, რომელიც მისი მისამართით ისმება, ჰამასისკენ ამისამართებს. მისი აზრით, დედამიწაზე რაც ხდება, აბსოლუტურად ყველაფერი ჰამასის ბრალია. იცით, ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, გაცილებით საინტერესოდ საუბრობენ, ვიდრე თქვენ. თქვენ ძალიან მოსაწყენი ადამიანები ხართ. მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებთ. სწორედ ამიტომ დავტოვე სატელევიზიო მედია. თქვენ რომ გიყურებთ, თავი ფილმ ზაზუნას დღეში მგონია. ყოველდღე ერთი და იგივე შეკითხვები, ერთი და იგივე პასუხებით. მეგობრებო, თქვენი არავის სჯერა. თქვენ მატყუარები ხართ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.